მოგესალმებით მეგობრებო, გამოჟონა ინფორმაციამ თუ როგორი იქნება ახალი Pixel 11-ის ტელეფონები და მოდი ახლა გაგაცნობთ თუ რა სიახლეები იქნება. პირველი განახლებული იქნება რა თქმა უნდა Tensor G6 პროცესორი, რომელიც დაფუძნებული იქნება სავარაუდოდ ან MediaTek-ის M90-ზე, ან დარჩება ისევ Samsung-ის ძრავზე, ჩიპზე უпростоრედ. შესაბამისად, ვნახოთ რომელი იქნება თუ MediaTek-ზე გადავიდა, გვპირდებიან უკეთეს ოპტიმიზაციას და უკეთეს ენერგოეფექტურობას და შესაბამისად დაბოლდოთ 12 აგვისტოს იქნება ეს ივენთი და ერთად გავიგებთ თუ რა იქნება. მე იმედი მაქვს რომ MediaTek-ზე გადავლენ და Samsung-ის იმ საშინელებას მოცილდებიან, რომელიც არავრად არ ვარგა აბსოლუტურად როგორც პროცესორი. მეორე 100x zoom იმატება ვიდეოსაც, მოგესალმებით რომ Pixel 10-ში ფოტოზე უკვე იყო და ფანტასტიკური შესაძლებლობა, ეგეთი არავის არ აქვს. ახლა უკვე ვიდეო გადაღებაზე იქნება. რაც შეეხება ვიდეო გადაღების თემას, იცვლება კამერები, მთავარი ხდება 50 მეგაპიქსელიანი, ასევე იცვლება სენსორები, იცვლება ლინზები და ასევე ემატება RGB განათება და რაც თავარია 4K გადაღებაზე 30 კადრი წამში, ემატება cinematic blur-ი, რაც ფანტასტიკური იქნება, იქიდან გამომდინარე რომ უკვე ვიდეო გადაღებას მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს Pixel-ი და iPhone-ის და Samsung-ის მთავარი კონკურენტი გახდება. ფოტოებში ისედაც იყო და ჩემი აზრით ჯობნიდა კიდეც, მაგრამ ვიდეოში ვერა და აი ვიდეოსაც უკვე სერიოზული კონკურენტუნარიანობა მიენიჭება. რაც შეეხება პანელს, აგვექნება M16 OLED-ი, რომელიც ფანტასტიკური არის და Samsung-მა შარშან გამოუშვა თავისი S26 სერიისთვის. ბატარეების განახლებები არა გვაქვს, 4800 იქნება სტანდარტულზე, Pro-ზე 5000 და 5200 იქნება XL-ზე. რაც შეეხება Gemini Intelligence-ი, აქ რა თქმა უნდა ინტეგრირებული იქნება და ასევე გვპირდებიან რომ გვექნება ერთწლიანი უფასო Pro პაკეტის subscribe-ი საჩუქრად. ნახოთ, Google გაგვანებიერებს თუ არა წელსაც ამით წინა ვერსიებზე, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იყო. 7 ფერში იქნება წარმოდგენილი ახალი Pixel-ები, რაც რა თქმა უნდა ასევე ფართო არჩევანის შესაძლებლობას გვაძლევს და აქვე ნაგვსვენ რომ შემცირდა ოპერატიული მეხსიერება 16-დან 12 გიგაბაიტამდე და ასევე მეხსიერებებიც 128-იანი აღარ გამოვა 256-დან ზევით. მოგეთ ეს ფაქტი მე არ მომწონს, იმიტომ რომ Google აშკარად გვატენეს 256-იანს, რეალურად კი ამის საჭიროება მაგალითად ბებერად საერთოდ არ მაქვს. მოგეთ დავალოდოთ დანარჩენს უკვე 12 აგვისტოს, რაასა როგორ წარმოგვიდგენს, ასე რომ დალაიქეთ ეს ვიდეო, გამოიწერეთ ჩემი არხი, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.